პოლიტიკის ანალიტიკოსი ცოტნე მარღია გახლავთ. ჩვენი სტუმარი მოგესალმებით. ცოტნე დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენთან საუბარი მინდა დავიწყოთ ომის გარშემო უახლესი და ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით ევროპელი ლიდერები ბრიუსელის ევროპული საბჭოს ხდომაზე შეთანხმდნენ 90 მილიარდი ოდენობის სესხის გამოყოფაზე უკრაინისთვის ნაცვლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისა. ხომ ამით თავიდან აიცილა ევროპამ ქაოსი და განხეთქილება, ასეთი იყო ორბანის შეფასებაც ვახსენე დასაწყისში და ბელგიის პრემიერისაც იმ ქვეყნისა, სადაც ინახება ხომ ეს რუსული აქტივები. აი ამ გადაწყვეტილებაზე შეჯერება რაზე მიანიშნებს ევროპის ლიდერშიპის ერთიანობაზე თუ უთანხმოებაზე? კი ბატონო, პირველში მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მოდი დავიწყოთ იქიდან ბოლო ნაწილიდან თქვენი კითხვის ეს აბსოლუტურად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპა ამაზე ვერ თანხმდება. შიგნით ამ გაერთიანების შიგნით ევროკავშირის შიგნით არსებობს ასთა სხვადასხვაობები და ის ღიად გამოხატა მათ შორის ორბანმა, ხო? ეს არც არ დაუმალავს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს და ასევე ჩეხეთის, ხო? სადაც ბოლო არჩევნების შემდეგ იქ შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყნისთვისაც, ხო? მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ აი თუნდაც იმ 90 მილიარდ ევროზე, რაზეც არის საუბარი, რომელიც სესხის სახით უნდა გადაეცეს უკრაინას, ამაზეც ორბანს თავისი პოზიცია აქვს. მან თქვა, რომ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა ამის უკან დაბრუნებას ვერ მოახერხებს. ამიტომ რა გამოდის რომ სინამდვილეში ეს ფული თუ საერთოდ მოხერხდა ამ თანხის გადაცემა, ისეც იმის საკითხია, დროის საკითხია, ვნახოთ, რამდენად მოხერხდება, მაგრამ თუ ეს მოხერხდება, გამოდის რომ ევროპელმა ლიდერებმა, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერებმა ეს ფული უნდა ამოიღონ ევროპელი გადასახადის გადამხდელის ჯიბეებიდან და აი ბრიუსელი ახსნეთ, რამდენიმე დღეა ჩვენ ხედავთ თუ რა ხდება ბრიუსელში, სერიოზული გამოსვლებია, ფერმერები არიან გამოსული, რომლებმაც რაღაცა ევროპარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და შემდეგ, იმიტომ რომ იქ ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის დაუშვათ აი გერმანიის მაგალითზე რო ავიღოთ, ბოლო 2 თუ 3 წელია მუდმივად რეცესიაშია და მაგალითად იხურება ისეთი ცნობილი ავტო წარმოებელი კომპანიის ქარხანა, როგორიც არის Volkswagen, ხო? აქედან გამომდინარე ეს რაზე მიუთითებს, რომ თვითონ ევროკავშირის შიგნით აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევები, მას აქვს პოლიტიკური კრიზისი, რაც გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის შემდეგაც ჩეხეთში, ესე იგი, ასე ვთქვათ, სკეპტიკურად განწყობილი, ევროკავშირის სკეპტიკურად განწყობილი ძალა მოდის ხელისუფლებაში. იგივე სიტუაცია არის დავუშვათ გერმანიაში, რომელიც AfD, რომელიც დავუშვათ მეც აქვს გამოცხადებული რაღაც ფაშისტურ და პუტინისტურ ორგანიზაციად, ბოლო არჩევნებში ლიდერი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, თუმცა ნუ კოალიცია შეუგრეს და აქედან გამომდინარე ვერ ახერხებს მთავრობაში მოსვლას და თითქმის იგივე ტენდენცია არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, ხო? და ეს რაზე მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავებით ევროპელი ლიდერებისგან თვითონ ევროკავშირის მოქალაქეებს, გერმანელებს, ფრანგებს, რომლებსაც ჯერ ეს ერთი არ უნდათ იმ კეთილდღეობის დაკარგვა, რაც ევროკავშირს ჰქონდა, რომელიც გამოიხატებოდა სოციალურ სიკეთეებში, უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება და ასე შემდეგ. და ეს ერთი და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ხალხს ამ საკუთარ ლიდერებისგან განსხვავებით მშვიდობა სურთ, როგორც უკრაინაში, ასევე მშვიდობა სურთ მთელი ევროპის მასშტაბით. მთელი ეს დღის წესრიგი, რასაც დღეს ევროკავშირის ლიდერები აწარმოებენ, სინამდვილეში რაც ემსახურება, ხო? ხედავთ და ეს არ არის დამალული საკითხი, რომ ტრამპი ძალიან ჩქარობს უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების თემას. ამ მიმართულებით ყველაზე ნეგატიურ როლს, ცოტა ისე რომ ვთქვა, თამაშობენ ევროპელი ლიდერები. ეს ფაქტია, ეს არის დაუშვათ კრიტიკები ამერიკას ამის გამო. ამერიკელებს, რუსებსაც მათ შორის, ხო, ეს არის აღიარებული ფაქტი, რომ ეს ლიდერები თამაშობენ ძალიან უარყოფით როლს, ასე ვთქვათ, ნეგატიურ როლს, ისინი ცდილობენ, რომ ეს ომი გაიწელოს უკრაინაში და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ამის თქვა მინდა, ისევ იმას მინდა დაუბრუნდე ამ ლიდერებს, ევროპელ ლიდერებს, ევროკავშირის ლიდერებს განსხვავებით საკუთარი მოქალაქეებისგან, ხო? ამ ომის, რომელსაც ომის დამთავრება უნდათ, რომელსაც მშვიდობა უნდათ, რომელსაც ეკონომიკური კავშირების აღდგენა უნდათ, ისევ, ხო, დაუშვათ ამაზე რა სხვადასხვა მიანიშნებს მაკრონის განცხადებაც, ხო? აი, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ. კი, სხვათა შორის თბილისში ერთგვარი პარალელი გავავლეს 2009 წელთან, როცა საქართველოში რუსული აგრესიის შემდეგ გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო, ერთი წელიც არ იყო გასული, არის ამის მოცემულობა და შანსი დღეს მსგავსი სცენარის? ეს ალბათ აი ესე თქვა, რატომ ახსენე მაკრონი, ხო? მაკრონის ამ განცხადების გაკეთება უწევს იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ეს ერთი ეკონომიკური კრიზისია და მეორე ერთი განწყობა ევროპელი მოქალაქეებისა იმ ამორჩევლისა, რომელმაც შემდგომ არჩევნებში უნდა აირჩიოს საფრანგეთის ახალი ხელისუფლება.
ხელისუფლება გრძნობენ ამ განწყობას, გრძნობენ იმას, რომ მათ მოუწევთ ანუ დღეს იქნება ეს თუ ხვალ იქნება, მათ მოუწევთ რუსეთთან ისევ დიალოგის რეჟიმში დაბრუნება, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით უკრაინის კონფლიქტს, ხო? მათ შორის დღეს მე მგონი ბატონმა შალომასკო პაპუაშვილმა უკრაინის კონფლიქტს ორი აშკარა დამარცხებული ყავს, ეს ერთი არის უკრაინა, რომელიც უკვე საუბრობს იმაზე, რომ ნატოზე საუბარი აღარ არის, ეს დამთავრებული საკითხია. უბრალოდ უკვე საუბრობს. კი ბატონო, ეხლა უკვე უკრაინა საუბრობს და ვაჭრობს და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რუსებთან კი არ ვაჭრობს, ამერიკელებთან ვაჭრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოუწევს თუ არა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე-ფაქტო აღიარება, ხო? აქედან გამომდინარე, უკრაინა ეს ერთი ცალსახად დამარცხებული მხარე ამ კონფლიქტის და მეორე დამარცხებული მხარე ეს არის ევროკავშირი, ხო, რომელსაც მთელი თავისი ეს რაღაცა ამდენწლიანი და ნაშენები ეკონომიკა თავზე ჩამოემხო. ჩვენ არაერთი მაგალითები ვიცით თუ როგორ გადიან ევროპული კომპანიები და გააქვთ საკუთარი წარმოება ევროპის ფარგლებს გარეთ, ხო? მათ შორის ჩვენ გვახსოვს ღია მოწოდება ტრამპის, რომელიც საკუთარ ანუ ამერიკის ტერიტორიაზე ეპატიჟებოდა ევროპულ კომპანიებს, რომლებიც წარმოებული კომპანიები არიან და მას თავაზობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარი ბიზნესის გადმოტანას, ხო? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპა, რომელიც ადრე დაახლოებით 10 წლის წინ წარმოადგენდა რაღაცა გეოპოლიტიკურ აქტორს, დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ აქტორს და ალბათ ეს განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, ხო? და ნუ ცდილობდა საკუთარი, ასე ვთქვათ, სუვერენული გეოპოლიტიკის წარმოებას ყველა მიმართულებით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელი ლიდერების აზრიც კი არავის აღარ აინტერესებს. აი ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. საინტერესოა, ხო, ახლა თქვენ ახსენეთ, ხომ, ნატო თითქმის არ განიხილება და მეორე მთავარი საკითხი უკრაინისთვის, რაც პრინციპში აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში დაწყებაში თუ მცდელობაში იყო მთავარი ფაქტორები, ეს იყო უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიების თემა. აი იყო საუბარი იმაზეც, რომ ნატო დასავლეთმა უკრაინა შეიძლება შესთავაზოს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები. არის ეს რეალისტური სურათი დღეს, თუნდაც მაგალითად იმის გათვალისწინებით, რა შეთანხმებაც მიიღეს ახლა ევროპამ გუშინდელი გადაწყვეტილება. აი აქედან გამომდინარე შეიძლება თუ არა მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების გარშემოთ შეჯერდეს ევროპა. თუ კი ნატო როგორც ასეთი აღარ განიხილება. ნაკლებად რეალისტურად ჩანს, იმიტომ რომ სინამდვილეში მოდით მან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ვინ არის პასუხისმგებელი, ხო? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ის ყოველ შემთხვევაში გრძელვადიანად არაპირებს პასუხისმგებლობა აიღოს უკრაინის უსაფრთხოებაზე, ხო? ანუ აქ საუბარი რაზეა? კი, ევროპელი ლიდერები გამოდიან დიდი თავმოწონები და ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ჯარისკი გააგზავნონ უკრაინის ტერიტორიაზე დაუშვათ მათი უსაფრთხოების გარანტიისთვის, მაგრამ ჩვენ ხო გვახსოვს, რომ აი დაუშვათ რამდენიმე ერთი წლის წინ დაახლოებით აი F-16 გადაცემასთან დაკავშირებით რა ამბავიც იყო, რომ ერთმანეთს როგორ ერთმანეთზე ცდილობდნენ გადაბრალებას ერთი ქვეყანა მეორეს აძლევდა არა შენ გადაიცია და ვერც ერთი ვერ ბედავდა სინამდვილეში აი ამ დახმარების გაწევას უკრაინისთვის. ამით ისი თქმა მინდა, რომ რეალურად რესურსი ევროპას, ევროკავშირს აი იმ სახითაც არსებობს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება ამის მონაწილე, მას არ აქვს არანაირი გარანტია, არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ რაიმე უსაფრთხოების გარანტია მისცეს უკრაინას და ამერიკის შეერთებული და ტრამპის ადმინისტრაციას რომ ამის სურვილი არ აქვს, ეს ყველაზე მეტად სად ჩანს, ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით. მოდით ესე შევხედოთ ამ საკითხს. აი ტრამპის ადმინისტრაცია, ტრამპი მათ შორის თუ გახსოვთ მან ისაუბრა, რომ ის ვიტკოფი და კუშნერი როდესაც იყვნენ ჩასული პუტინთან, როგორც მათ მე მითხრეს და მე ჯერა რომ პუტინი მზად არის ამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ზელენსკიზე როდესაც იყო საუბარი, მან თქვა, რომ ჩემ და სამწუხაროდ მას საერთოდ არც კი აქვს წაკითხული ეს შეთანხმება. ეს რაზე მიანიშნებს? საბოლოო ჯამში ყველაზე ცუდი და ყველაზე უარესი სცენარი ახლა უკრაინისთვის ზუსტად ახლა ვითარდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კულმინაციამდე მიდის და რა არის ყველაზე უარესი? თუ ეს შეთანხმება ჩაიშალა, აი ამ განცხადებებიდან გამომდინარე, დიდი ეჭვი მაქვს მე და დაახლოებით ესე წარმომიდგენია, რომ თუ ეს შეთანხმება ჩაიშალა და ვერ შედგა ამერიკული ვარიანტი ამ შეთანხმებისა, ხო? მთელი დაუშვათ ტვირთი ამ შეთანხმების ჩასვლასთან დაკავშირებით შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის კისერზე და არა რუსეთის, იმიტომ რომ ამას გვაძლევს, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის განცხადებები, რასაც ტრამპი აკეთებს, ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა როგორია ამ საკითხთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში შეიძლება
ისე აღმოჩნდეს, რომ რუსეთი, ვლადიმერ პუტინი მზად არის ომის დასამთავრებლად და ამ ომს აჭიანურებს ზელენსკი და უკრაინა. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც, გარდა იმისა, რაც ჭირთ ახლა, ხო, იგივე ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე ფრონტის ხაზზე და კარგავენ ტერიტორიებზე და დგას რაღაცა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, ხო? გარდა ამისა, საბოლოო ჯამში ეს კონფლიქტი რითაც როგორც შეიძლება დასრულდეს, ეს შეიძლება კიდევ უფრო ცუდი სცენარი აღმოჩნდეს უკრაინისთვის, ვიდრე თუნდაც ის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ამერიკელები და რუსები ერთობლივად თავაზობენ. აი ამ მოცემულობაში ნატოს რა როლი აქვს, იმიტომ რომ ის აწლულობის განმავლობაში განიხილებოდა როგორც დასავლეთის ასე ვთქვათ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტი. კი ბატონო, ნატოს როლია, მოდით ესე შევხედოთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები ეს ძალიან ისეთი აკადემიურ სტილში დამუშავებული თეორია, ამერიკის შეერთებული შტატები ხდება სოფლიო ჰეგემონი, არსებობს ერთპოლუსიანი სამყარო, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხო? ანუ ეს წარმოდგენები, რომელიც ქონდა ჩვენ რომ ვიღაცამ შეიძლება საკუთარი ინტერესების შენი ინტერესების სასარგებლო საკუთარი ინტერესები დათმობს, ესე არ მუშაობს. ხო, ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც უნდა მოქმედდეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დღეს რუსეთი აღარ არის ნომერ პირველი საფრთხე და რატომ? ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, რომელიც თავისი ტექნოლოგიური მიღწევებით, თავისი ეკონომიკური განვითარების ტემპებით და მათ შორის უკვე მიღწეული შედეგებით, რომ ოფიციალურად და არაოფიციალურად უკვე ჩინეთი არის ნომერ პირველი ეკონომიკა და მათ შორის იმით, რომ თავისი იაფი წარმოების ხარჯზე იმ პროდუქტების, დაუშვათ, რასაც ქმნის თავის საკუთარი წარმოებით, მოიცვა მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირის ბაზარიც, მოიცვა აფრიკა, რა ვიცი, აზია, სამხრეთ აფრიკა და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც და ამერიკელები ამ საკითხს ესე უყურებენ, რომ მათთვის თუ მათ სურთ საკუთარი გავლენების შენარჩუნება, მათთვის სწორებ სამიზნე უნდა შეიცვალოს, ასე ვთქვათ. სწორება უნდა შეიცვალოს, მათ ურჩევნიათ, რომ დღეს რუსეთი, რომელიც ფაქტია და ეს ამას ვერავინ რუსებიც ვერ მალავენ, რომ ის ჩინეთთან შედარებით ბევრად ჩამორჩენილია საკუთარი ტექნოლოგიური განვითარებით, ჩამორჩენილია დაუშვათ ეკონომიკური განვითარების მასშტაბები და ეკონომიკის მასშტაბით. ხო, აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის ხედვა ყოველ შემთხვევაში არის ისეთი, რომ დღეს ამერიკის ინტერესებში არის რუსეთთან ურთიერთობების დაალაგება და ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამის ხარჯზე, როგორც ჩანს, რა შტაბის-წლება რჩება, მათ შორის უკრაინის გაწევრის ხარჯზე, მათ შორის შეიძლება მან მოყვეს სხვა კავკასიის ქვეყნები და მათ შორის შეიძლება ვიყოთ ჩვენც, მათ შორის გაგახსენებთ თქვენ კელოგის განცხადებას, ეს იყო სადღაც აგვისტოს თვეში, როდესაც მან ისაუბრა ნატოსთან დაკავშირებით რუსებთან ჩვენ რომ მზად ვართო განვიხილოთო უკრაინისა და ნატოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, ხო? მან ამ კონტექსტში ჩვენ გაგვაერთიანეთ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენც აი ამ რაღაცა დიდი შეთანხმების ნაწილი გავხდეთ. და ნატოს ბედი არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ამერიკული პოლიტიკის მიზნები და ხედვები დაუშვათ ევროპასთან, კავკასიასთან და ჩინეთთან მიმართებაში და დღეს რაც იკვეთება და რაც ჩანს ეს მაინც და მაინც პოზიტიურად არ არიან განწყობილი დაუშვათ კავკასიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თავს იკავებენ ჩვენთან დაკავშირებით, რაღაცა კომენტარის გაკეთებაზეც კი. ხო, აქედან გამომდინარე ძნელად საპროგნოზირებადია იდეაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ის მოცემულობა და ის რეალობა, სადაც რაღაცა ჩვენი გადარჩენის გზა, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რომ რაღაცა წინასწარ განსაზღვრული რაღაცა დოგმებით აზროვნების რომ დამთავრდა და რასაც ხელისუფლება აკეთებს დღეს და რასაც მე მივესალმები, რომ ეს არის სწორი პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა და ამოსვლა საკუთარი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და არა რომელიღაცა გაერთიანებების ან კავშირების ინტერესებიდან. მადლობა, დიდი მადლობა, ცოტნე მარღია პოლიტიკის ანალიტიკოსი გახდა დღის ქრონიკის